მოგესალმებით მეგობრებო, ვლოგი ნომერი 13 არის და როგორც წინა ვიდეოში გითხარით, მოვედით ესე იგი იმის, რა ქვია, დრონის ტრენინგზე და შაკო იქით გველოდება. წავედით ჩვენი სპარკი ავუშვათ. არჩე, ეხა მასწავლე როგორ არ დავლეწო დრონი. საათნახევარს მეწოდინე. ო, კარგია. ეს არის შაკო კოპტერტექის თანამშრომელი, რომელიც დღეს გვასწავლის როგორ ვაფრინოთ და ვმართოთ დრონი, რომელიც მეთლებული არის ფერი და ატის მიწევს. ანუ გულისმოსოს საკმარის რაოდენობას ვეიჭერს ახლა თუთა სატელიტების. საკმარის რაოდენობა არის 8 და ზევით. პირველი რასაც ვაკეთებ, როცა დრონი გავაქვს ახალ აზრის აპრეცია. ეს არის ეგრეთ წოდებული კომპასის კალიბრაცია. გამწვანდა, ნიშნავს უნდა გადავხაროთ 90 გრადუსი და გავაგზავნოთ ტრიალს. ჩაქრა და აინთონა. აქაც კომპლექტით დაეჭა. თუ წითლად დაგვინთო და დაგვიტოვა, ესე იგი არ გაიარა კალიბრაცია თავზე უნდა გავიაროთ, თუ ჩაქრა და აინთო შემდეგ всё ეგ არის, ხო? 20 minutes later. ანუ პირველი მაშინ დაკუპა ესე ხდება ღილაკები ერთმანეთთან აქვევით. გათიშო ესე. 1 2 3. ნელა ვიწყებ. დაიწყე. ადი თუ გინდა მოუმატე შუაგზაში და ნელავე გააჩერე რა. კადრი გამოაყარე. ესე იგი ეს სიმაღლისაა, ხო? კი. აი ხა მაგალითად რამდენიმე ის გავაკეთოთ მოძრაობა. ჯერ მარტო მაღლა არის. შეგვიძლია ცალ-ცალკე მოძრაობა გავაკეთოთ და შეგვიძლია რამდენიმე მოძრაობა ერთად გავაკეთებინოთ. ეხლა მაგალითად ერთდროულად ავქმნით მაღლა და წინ. ანუ ვაკეთებ დიაგონალზე მოძრაობას. მაღლა და წინ ერთდროულად. კი ბატონო. დაბლა უკან და მარცხნივ. აბა? კი. ეგ არის. ნუ ჯოისტიკის ამბავში ეხლა მიჩვეული ხარ, შეიძლება გიჭირდება. ანუ ხო ხტები? დავაი, ვიდეო კადრიც დაედება, ცოტა ქვემოთ ჩამოვიდეთ. აუ, შემიშა. მე მაპატიეთ, ჯერ ახალია. ან დრონის მოძრაობის პარალელურად კამერის მოძრაობაც უნდა შეათავსო, რომ კადრი ისეთი გამოგივიდეს. დრონს უყურებდი ახლა მარტო და იმითო. რა უშავს? ვიყვანო. ხა მინდა რომ უკან გავუშვა რესტად. არჩე, ეს სიმაღლეა, ეს უკან. აიცა, აიცა. ორებს. თან მაღლა აქვს შეგვიძლია. აი ამას ოდნავ კამერით აწევა მოგიწევს. აი ეგ არის რა. ანუ მიეჩვევ ზენერა. ანუ 0 გრადუსებით მალეჯდება ელემენტი ეგ არის ძალიან 40 გრადუსებით თუ მართლა არ გისიცხია შეიძლება გახუდეს და აღალდეს მე რა. ხო, ყოველწული ვარიანტი ხა ესეთი არაფერი, მაგრამ მაინც რა. დრონი აღჭურვილია კიდევ ესეთი სპორტ რეჟიმით. რო გადავთვალ სპორტ რეჟიმზე ესეთი რაღაცა ხდება. სენსორები გვეთიშება. აი, გაწევდა. და დრონს სიჩქარე ემატება საგრძნობად. ოპი დაუზა. აი, ტოპიზე წვიანი გაიჩინა, ხო? ჯორტანში დამჯერდა. ანუ რა მარჯვენა დისტანცია. ვისკენ წახვალ უკან წავა? ხო, ვისგან წახვალ წამოწევა რა. აუ, გადაგება ეს. ახლა ანუ ეხლა ნახე როგორ მოკლედ ჩვენი ტრენინგი ამით დასრულდა. შაკომ აი მართლა ძალიან კარგად ამიხსნა ყველაფერი, არც ისე რთული იყო როგორც მე მეგონა. ასე რომ სახში არ ცადოთ არაფერი. მოდით აი ამ ადამიანთან აგიხსნით როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ და მართოთ დრონები, პლუს ყველა რეჟიმი, ყველანაირი დეტალი და რაც შეიძლება რომ იცოდეთ დრონზე, ელემენტარულიც და ისეც და რავი, ჩემი აზრით კარგად ჩაიარა და მშვიდობიანი აფრენა ბევრი მექნება ამის შემდეგ. და არც ერთი პროპელერის გამოსვლა არ მომიწევ. ახლო მომავალში. შაკოს დავემშვიდობოთ უკვე თუ აქედან ერთად დავგაზოთ. მოკლედ, ვისაც მოგინდებათ შაკოსთან ტრენინგზე ჩაწერა, აღწერაში იქნება კოპტერტექის ბმული, სადაც პირდაპირ შაკოს პეიჯზე გადახვალთ და ნახავთ ასევე ფასებს, როგორც ფასებს, ასევე პირობებს, რას გასწავლიან, როგორ გასწავლიან და ასე შემდეგ რა. წავედით და რავი, რაღაცეებს კიდე ნახავთ. რაღაცეებს კი არა, ბევრ რაღაცას ნახავთ. ეხლა ჩვენ მივიდივართ პრავის გაკვეთილებზე. და ჯერ მეორეზე მივიდივართ და რაღაც ძალიან საინტერესოც არ არის ჯერჯერობით მარტო ის არის. შლანგბაუმები და გაფრთხილებები და არჩი წითელი სამკუთხედები და რაღაცეებს გვასწავლიან რა.
ისე გაძურდა ფილიპ მორისზე გადავედი კი არა თუთმოზე გადასვლას ფიქრო. გვანახე კი არა და გაგვაგონე რა ხა. თუ გვანახებ ეგეც კაი იქნება. დრონის მართვაც ვისწავლეთ პროსტა ამ სწავლებაში მთლიანად დაჯდა და ჩანთაშია იტენება powerbank-ით და რო დაიტენება ჩემითაც ავაფრენ რაღაც პატარ-პატარა კადრებს გადავიღებ და გაჩვენებთ ჰა ისაც თქვა ახლო მომავალში გინდათ რომ დრონი შეიძინოთ აუცილებლად უნდა იცოდეთ რომ დაგჭირდებათ ესე რომ თქვა სწავლა და YouTube-ის ტუტორიალებით დამიჯერეთ რომ ვერაფერს ვერ გაიგებთ 6 საათზე უნდა ვიყოთ მართვის მოწმობის თეორიის გაკვეთილზე დაზადნეს მოკლედ დღეს ზადნით მოძრაობთ მეცინება გახსენებული მაქვს და ესეთი სახით უნდა ავიდე იმაზე ხია პრავის თეორიებზე ბიჭო არ ვიცი 4 საათი იყო არა 5 იყო მე მგონი რომ დავწექი და მეთქი დაძინებას რა აზრი აქვს ხოლმე პარე მადრე გავიდეთ ხო და მოკლედ მე გავაკეთე DGG-ს სამალოტი შეხედეთ ახლა რა მოხდება პატრონთან რომ ამას გავუშვებ დაგიჭერენ ეგრე რა აი ეგე დაგირხება დავაბიჭეთ რა მოხდა ნელა მეძინება აუ რა გამახსენდა ჩანთაში მაქვს რა დრონი ხო უაჭველი კიშკაზე არის ოსტი ძმა იასნა რაღაცა კიშკი და ბიჭო დღეს ავედი მაგრამ და ვერ ჭამე ამ აგრონალში ჩემი გამოსვალი ვერაშკი არის მაგიში აი ვერაშკი კი ნელა ატარე ნელა კარგი რა მამა რატო ატარო ნელა ნელა ნერვოზა ოფესტაში შემიყვანე ყანწით უნდა დავლიყვავა არ ჯამუნა მუსომ არ მიმიყვანა მეტროზე აი გადავედი და აი ხო დავაი შენიცი არ დავკეთავ do you know where is metro? No? Real life GTA is going to keep up. ლექსი რომ მაინც Okay, მოვედით ესე იგი ჩვენი მართვის მოწმობის თეორიის მეორე გაკვეთილზე. ხო, ეს არ გაგაცანით, ლუკა არის. შეგიძლიათ Facebook-ზე დააფოლოვოთ. ის არ დადო შეჩერა ის სახელს რო იძახ თორე და მოკლედ, წამოვედით, 1 საათი გავიდა, ამკძალავი რაღაცეები ვისწავლეთ და ხვალ კიდე მივალთ, მთლიანობაში უნდა ვიყოთ რამდენი გაკვეთილი 8 გაკვეთილი და მარტო კვირას დავისვენებთ რა. ყოველ დღე 6 საათზე კვირას მეც ვისვენებ. აქ ვიქნები. ხო და ეხა მე უკვე მივდივარ სახლისკენ. და უბანშიც რომ მივალ, შეიძლება იქ სტადიონზე ჩავიდე და დრონი ავაფრინო, ტობისაც ჩავიყვან და რავი, ვიკაიფებ რა და ყველაფერს ნახავთ. კაი ხო. სახლშიც მოვედით და ტობი. ამ დრონი ავაფრინოთ სტადიონზე. გინდა? გავუშვათ დრონი. წავედით. დამტენი powerbank-ი და რაღაცა სანამ დრონი რო დაждდება, მე ტობი სანამ ირბეს და რაღაცა ცოტა ხანი კიდე დაიტენება, იმიტომ რომ powerbank-ი გვაქვს. ჩემი ტელეფონის დამტენი მინდა კიდე სად არის დამტენი? სადაც საბა დამტენი. მოიტანე. კარჩე დამტენსაც ავიღებთ და გავსკურავთ უბანში სტადიონისკენ და რაღაცეებს გადავიღებთ რა. წავედეთ. ტობი, მოდი.
ეს ჩვენი ტობია, ვინც არიცით. ეხლა უყურე ტობის შენრეები განახო. ტობი დასმა. დავი ტობი. Done. გამოვხდოთ ახლა. This is the end, boys. მოკლედ, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა Copter-Tex. ლინკი აღწერაში იქნება საიტის, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ზუსტად ისეთი დრონი, როგორიც მე მაქვს, ან უფრო კარგები, ამას ხელსაბამი გავუკეთე, გამყავდა. ხო და რავი, დღეიდან ძალიან ბევრი კადრი იქნება დრონით გადაღებული. ჩვენ და შეგხვდებით შემდეგ ვლოგში. ხვალაც მივდივარ პრავაზე, თეორიაზე და თუ რამე მომინდა გადავიღებ და გადმოვიღებ. So, bye bye da see ya later.